პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. ერთხელაც მივიღე მეილი, რომ ვიპოვეთ თქვენი ახლო ნათესავი და მუშაობს NASA-ში. როგორია ამ გაურკვევლობასთან ერთად ცხოვრება? რეჩემ შეიძლება არ ესიამოვნოს რომ გაიგოს ეს ამბავი, მაგრამ მეც ხომ აქვს ჩემი უფლებები. ბოდიშს ვთხოვ იმდენჯერ, რამდენიც საჭირო იქნება. არანორმალურად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თურმე ეს აღიარება დედის მხრიდან. რასაც ვეძებთ სიმართლეს, ზოგჯერ ბევრად უფრო მწარე და მტკივნეული გვხდება. მზად ხართ ყველაფრისთვის? შენი ბრალი არ არის ვინმე თუ არ გიღებს, იმის ბრალია, რომ ატარებ ამას შენში. ეს არის ეს განგრევს. რავი წერტილით ნიშნავს შულს, რომელსაც აშვილებს, რომ მერე იპოვოს. აი აქ ყურში ქონდა ჩარჭობილი შავი თვალი, ესეთი, ხო, რომელიც მერე ამოუღეს, ნიშანივით იყო. ყველაფერი დალაგდება და მე აი ვერ წარმოიდგენთ რა მარტივი იქნება ცხოვრება. ანუ იმდენი რაღაცა პატარ-პატარა დეტალია, რომელიც ერთ დიდ კითხვის ნიშანს აჩენს, რომ სადღაც აი უნდა შეიკრას და ეგ მომენტი მაქვს, ჯობია იცოდე, რომ მართლა მისიით მოსული ხარ ამ ქვეყნად რა. ზუსტად იმიტომაც მოხდა ეს ყველაფერი შენ ცხოვრებაში, რომ აი ყველაფერი ესე შემოდგალებული ხო. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ ვეძებ. ზოგადად ძალიან რთულია ხოლმე ძიების დაწყება, იმიტომ რომ არ იცი წინ რა გელოდება. და ბევრ ადამიანს უჭირს მოძიება ბიოლოგიური ოჯახის, იმიტომ რომ აქვს გარკვეული შიშები. თუ რა დახვდება წინ, როგორ ადამიანები დახვდებიან, როგორ შეხვდებიან, როგორ მიიღებენ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ადამიანი, რომელსაც ნამდვილად არ ველოდებოდით. თუ ვინ არის ჩვენი სტუმარი, ამას მოგვიანებით გაიგებთ. მანამდე კი გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტის სპონსორია ირინი თრეველი, რომელიც საბერძნეთში მყოფ ემიგრანტებს თავაზობს სახლიდან გაუსროლად ამანათის გაგზავნას საქართველოს ნებისმიერ წერტილში, უფასო საკურიერო მომსახურების მეშვეობით. ირინი თრეველი გთავაზობთ სწრაფ და უსაფრთხო გადაზიდვებს. ამისთვის უნდა დავუკავშირდეთ მითითებულ ნომერზე. მოგესალმებით, ნინა. ყველას ველოდი ჩემ პოდკასტში, თქვენს გარდა. სალამი. იმდენად მოლოდნელი იყო ამ თქვენი ისტორიის გაგება თქვენ პოდკასტში, რომ გადავწყვეტ მე რომ აქეთ გადმოგეპატიჟებინეთ და დეტალურად გაგვიგო რა ხდება და რაშია საქმე. აბა გისმენთ რა მოგიყვანათ? მე მართლა, ძალიან ხშირად ვუსმენ პოდკასტს, ვეძებ და აი ძალიან საინტერესო ისტორიები და რაღაც მომენტში მე უბრალოდ მართლა არაფერში აღარ ხარ ცხოვრებაში დარწმუნებული და აი ესე ჭვის თვალით შეიძლება რაღაცებს გადახედო, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მთავარი ბიძგი რაც იყო, გავიკეთე გენეტიკური ანალიზი, რომელიც არ იყო კონკრეტულად წარმოშობის მიმართულებით, ეს იყო, თქვათ, რა რისკები გაქვს დაავადებების და აი ამ სამედიცინო მიმართულებით და პასუხი რომ მომივიდა, რაღაცა პერიოდის მერე განახლება ხდება სულ ბაზების და ერთხელაც მივიღე მეილი, რომ ვიპოვეთ თქვენი ახლო ნათესავი. დამაინტერესა, მეთქი ვინ არის ჩემი ახლო ნათესავი, შევდივარ მეილზე და აბსოლუტურად უცხო ადამიანის სახელი და გვარი მხვდება. მათ შორის არა ქართველის. ხო, კიდე უფრო დაწვრილებით შევედი იმ ადამიანის პროფილით, ვნახე, იმიტომ რომ ის ადამიანის დარეგისტრირებულია. მეუბნეოდა დედის მხრიდან, ეს არის ან დეიდაშვილი დედაჩემის, ან ბიძაშვილი. საკმაოდ ახლო ნათესაობის, ხო და იმიტომაც ძალიან დავინტერესდი. რა თქმა უნდა, დასაშვებია ყველაფერი შეცდომად შეიძლება იყოს, მაგრამ რაღაცნაირად ჩამრჩა. თან ეს ადამიანი არის ჩემზე უფროსი და დაახლოებით ესე 60-დან 65 წლამდეა და მუშაობს NASA-ში თან და მამაკაცია თან. როგორც ჩანს, ახლა მე რაც ვნახე მისი პროფილი, ქართველი არ ყავს ნათესავი, ხო და აი აქედან გამომდინარე მართლა გამიჩნდა რაღაც კითხვები, ხო? რაღაც მომენტში მე დედაჩემსაც დაველაპარაკე, ხო და დედაჩემი არის მამის ხაზი გამორიცხულია? იქ დედის მხრიდან ეწერა. იქ ეწერა პირდაპირ დედი. ხო. თუმცა მაინც აი ყველაფერი შეიძლება მე ეს მომენტი კი არ მაქვს რაღაცა დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ის გენეტიკური ანალიზი, რომელიც მე გავიკეთე, არ არის რაღაცა ნათესაობრივი კავშირების კუთხით. ის სხვა გენეტიკური ტესტი. უბრალოდ ეტყობა რაღაც მომენტში ესეც გამოჩნდა. რაღაც დაემთხვა ძალიან დიდი პროცენტი.
100%-ით ეს დნმ ჩვენი ერთმანეთს და მე უკვე დედაჩემს რაღაცები ვკითხე და დედაჩემი არის დაბადებული გერმანიაში ომის შემდგომ პერიოდში მისი მშობლები მუშაობდნენ ბაბუა იყო გამნამხველი და ცოლიც გაყვა და რო გერმანელები არ იყვნენ, ქართველები იყვნენ, უბრალოდ ომის შემდეგ პერიოდში იყვნენ გერმანიაში და რო ჩამოვიდნენ, უკვე ყავდათ ორი ქალიშვილი, არაჩვეულებრივ ლამაზი გოგოები, ქერაცის ფერთვალებები და დედაჩემი ჩამოიყვანეს უკვე ახლად შეძენილი. და რაღაცა პერიოდი, რა თქმა უნდა, არავის არ უნახია იქ ყოფნის პერიოდში ბებიაჩემი და როდესაც უკვე ჩამოვიდნენ, ერთადერთი რაც დედაჩემს ახსოვს ბავშვობიდან, რომ როდესაც ვსეირნობდით ხოლმე, ჩემი დები იყო დიცის ფერთვალება ქერები და მე ვიყავი შავგრემანიო. და შავგრემანი არავინ არ ყავს. იცი რა, მე რომ მკითხო ბებიას მუქი ფერები, მე არ მახსოვს ბებია ვიზუალურად და ესე სურათებში ვერა, მაგრამ ნუ არა ღია ფერებში, მაგრამ ყველა გარშემო ღია ფერებში იყო დანარჩენი და ეთყობა ეს ბავშვები ერთად რო თამაშობდნენ ხოლმე, ეკითხებოდნენ, რომ ეს ვისია, რაღაცა და ბებია ამბობდა, ნინა ერქვა, მე ბებიას სახელი მქვია და ნინა ეუბნებოდა ხოლმე, რომ ესო გერმანელი ბავშვი არის, ანუ ესე ამბობდნენ ხოლმე და რაღაც მომენტში აი ხო იცი ეს რომ ჩარჩა, თუმცა რაც პერიოდი გავიდა ერთადერთი თქვა რა დროსაც მე კიდე მქონდა რაღაც პატარა კითხვები ეს იყო, როდესაც ბაბუა იყო ავად და დედაჩემი არის ბიოლოგი პროფესიით და მუშაობდა ლაბორატორიაში, სადაც სისხლის ანალიზებს აკეთებდნენ და მე ხშირად სკოლის მერე დავყავდი ხოლმე თავისთან 1-2 საათი და მე იქიდან მოვსეირნობდით ფეხით ხოლმე სახლში და მე ძალიან მიყვარდა ეს ინფორმაციის მოძიება, რა არის სისხლის ანალიზი, ჯგუფები, რეზუსი და ნუ ესეთი ბავშვი ვიყავ მოусვენარი და სულ ყველაფერს ვკითხულობდი და იქ ვიღაცა გამოვიჭირე ალბათ და ეს მოვაყოლე რა არის ჯგუფები, როგორ შეიძლება რა კომბინაციებია და მაგის მიხედვით ძალიან კარგად ვიცოდი ვის რა ჯგუფი აქვს და დედას და მამას რა ჯგუფი აქვს, შვილს რა ჯგუფი უნდა კონდეს და ნუ ვითვლიდი დედაჩემის და მამაჩემის ჯგუფის პატრონს შვილებს რა ჯგუფები უნდა კონდეს და ბაბუა რო გახდა ავა და სამავთყოფოში რო დაწვა, იქ სისხლს ეძებდნენ გადასასხმელად და ეს ამბობდნენ რომ რაღაც პირველი ჯგუფი და დედაჩემს აქვს იშვიათი ჯგუფი ძალიან მესამე უარყოფითი და ნუ აღმოჩნდა რომ ბებია ბაბუას აქვს რაღაც პირველი ჯგუფი და დედაჩემს მესამე ანუ ბებია ბაბუას ის ჯგუფი აქვს რომელიც შეიძლება რომ მის შვილს მაგრამ ასევე შეიძლება დაშვება იყოს რომ იმ პერიოდში იყო შეცდომები ხოლმე შეიძლება მოუვიდათ შეცდომა და არასწორი ანალიზი იყო ბაბუას შემთხვევაში ნაკლებად ბებია კიდევ უფრო ადრე გარდაიცვალა და აქედან გამომდინარე შეიძლება რაღაცა პრობლემა აი ხედავ რამდენი დაშვება არის 100%-იანი არაფერში არ ვარ საერთოდ მაგრამ ეს ეჭვი ხო არსებობს არა ხო და ნუ მოკლედ ეს რო არ დაემთხვა მე ხსეთი ვიყავ რას ქვია და ნუ რაღაც ვიკითხე მაგრამ დედაჩემს ეს ქონდა არიდება ხო იცი არ უნდა მაგის გაგება იმიტომ რომ ძალიან უყვარდა მამას არ ცილდებოდა ბოლომდე და რაღაც მომენტში ხა მისთვის ალბათ ძალიან ტრაუმული იქნებოდა ამის გააზრება ამიტომ არავინ არ მიაქცია ამას ყურადღებას რომ რაღაც ის არ ემთხვეოდა თუმცა მეც რომ სამშობიაროში არ შეიმჩნია ეს რომ რაღაც არ დაემთხვა ეს ჯგუფები და თქვა აი ჩემ შემთხვევაში სამშობიაროში რო ვიყავ თქვა ორჯერ გამიკეთეს ანალიზი რა თქმა უნდა პირველ ბავშვზე და ორჯერ სხვადასხვა ჯგუფი მიტყეს ანუ არსებობს იმის ვარაუდი ხო შეცდომა იყოს ანუ დასაყრდენი ეს არ არის არაფერი არ არის დასაყრდენი მაგრამ მეს აი ხო ხვდები რაღაცა ფაქტორები რომ ემთხვევა რომ ის იყო ეს იყო და რაღაც მომენტში დედაჩემს ვკითხე რომ აი შე როგორ გონია და დედაჩემ მეუბნო რაღაცა ეგეთი მომენტია სულ იყო რა თქმა უნდა ხან ვიღაცა მეუბნეოდა ხან ვიღაცა მეკითხებოდა მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ ოჯახში რომელშიც ვიყავია ძალიან მიყვარდა და სულაც არ მინდა რომ სხვისი შვილი აღმოჩნდა ანუ არანაირი სურვილი არ ქონდა თვითონ რომ რაღაცა ეპოვა ამიტომაც რაღაც მომენტში ერთხელ მახსოვს უბრალოდ სტუმრად ვიყავი სხვა ქვეყანაში და იქ ასტროლოგი ხალი იყო და რაღაც ყველას გითხრა რაღაცა ჩვენი ასტროლოგიური პროგნოზი და დედაჩემს უთხრა ძალიან ხანდაზმული რო იქნებიო ძალიან მოულოდნელათო მიიღებო დიდ მემკვიდრეობასო იმიტომ რომ შენ არც იციო საიდან მოდის ეს მემკვიდრეობა ხო რა უცნაურია რა დედაჩემი ხო 80-ის ხდება მალე და თუ მოხდა ესეთი სასწაული მართლა ძალიან საინტერესო იქნება ანუ თუ
ხო შეიძლება რაღაც მოხდეს იპოვო ვიღაცა შთამომავალი რომელსაც მართლა იმიტომ რომ იმ პერიოდში რაც ხდებოდა გერმანიაში ეს იყო რომ ისეთი გვაროვანი ოჯახები გადიოდნენ საერთოდ სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად და ბავშვები ვერ გაყავდათ მე ვკითხულობდი მე მაინც მინტერესდებოდი მსგავსი შემთხვევებით და შემდგომ ნახე იცი კიდე რა ქონდა დედაჩემს პატარაობიდანვე აი აქ ყურში ქონდა ჩარჭობილი შავი თვალი ესეთი ხო რომელიც მე ამოუღეს ნიშანივით იყო არ ვიცი რანაირად აი აქ მე მგონი რაღაცა ისეთი ნახრეტივით ქონდა აი ყურში და იმაში ქონდა ჩარჭობილი ესეთი შავი თვალი თვითონ მიყვებოდა ამას ბავშვობაში ამოუღეს მისი მშობლები ამას არ ვიცი მართლა არ ვიცი ვერ მოვასწარით ამის კითხვა და ეს მახსოვს რომ ამბობთ რომ ისეთი ნიშნიანი ბავშვი ვარ ანუ ნიშანი მომყვებოდა ხანძარი ფილმი ნანახი გვაქვს და ძალიან ისე შავი-შავი ხო სადაც დედა ზუსტად აი ამ შავი წერტილით ნიშნავს შვილს რომელსაც აშვილებს რომ მერე იპოვოს ხო შეიძლება რომ ეს დაინიშნათ იმისთვის რომ მერე მოეძებნათ ხო სხვა ფუნქციონალს მე ვერ ვხედავ რა შეიძლება იყოს რომ აი ეს თვალი რატომ უნდა ჩასვა ხო სამედიცინო კუთხითაც არ გამოდის თან აი ეს ნახრეტი ძალიან იშვიათი გენეტიკური ხაზია რომელიც არავის არ გვაქვს არის იმის შანსი რომ არა გერმანელი არამედ ებრაელი იყოს და ზუსტად აი მაშინ აი გერმანიაში მაგ დროს აი ვერ გაიყვანა გერმანიიდან ან რაღაცა უნდოდა რომ სხვანაირად მიეხედა და კარგ ოჯახს მისცა იმისთვის რომ მათ ეპატრონათ არის შანსი. იცი, აი ძალიან უცნაური რაღაცა მჭირს მე. როდესაც ვუსმენ ივრითს, ეს არის ჩემი ყოველთვის რამე სტრესულ სიტუაციებში, რომ აი ხო აქვს ყველას რაღაც თავისებური ესეთი ხრიკი, რითიც წყნარდება, ხო? მე ვრთავ, არ მაინტერესებს ვიპოვი რამე YouTube-ზე გადაცემას ან ფილმს და ივრითზე ვრთავ და არ მესმის, მაგრამ ვუსმენ და ძალიან მომშვიდებს. აი, იცი როგორ ბურძგლების დონეზე მსიამოვნებს. აი გუშინაც შემთხვევით ინსტაზე გადავაწვდი და რაღაც ესეთი მემართება ხოლმე. მართლა არ ვიცი ეს როგორ ავხსნა, მაგრამ ვგიშდები ისე მიყვარს და ისრაელში ვარ 7 ჯერ ნამყოფი და აი არ იცი როგორ მიყვარს იქაურობა. ანუ არ ვიცი, არანაირი ის არ მაქვს. ეგ თავისებურება მჭირს, მეტი არაფერი. მე რომ ჩავედი პირველად სამეგრელოში, მე ან მეგრული არ ვიცოდი. მე და ჩემი ქმარი მივედით ერთ-ერთ ოჯახში, ნუ გენეტიკური ტესტი უნდა გაიგეთებ, სავარაუდო ოჯახი იყო. ჩვეულებრივად მესმოდა, რასაც ლაპარაკობდნენ და ვუთარგმნიდი. სანდროს და ეს მიყურებს ხო სერიოზულად მეუბნები თუ მიღადავები ხა ვითომთან. ოღონდ არ იცოდი რომ იცოდი. არ ვიცოდი, ანუ ყველაფერი მესმოდა. ეხა იქ რაღაცა ძალიან ისეთი სიტყვები მაგრამ ანუ ჩვეულებრივად მესმოდა. და აღმოჩნდა რომ მშობლები აღმოჩნდა რომ ორი მშობელი და ორივე მშობლის ორივე მშობელი არის მეგრელი და იმათი მშობლების და ხო. ხო. და ნათესოები მაშინ არ ყავდა, აი უფროსი თაობა ვინმე ცოცხალი რო ეკითხა. არავინ არ იცოდა როგორც მე მგონია, იმიტომ რომ ეს ჩამოვიდნენ გერმანიაში, არავინ არ იყო საერთოდ ვისაც ეს ეძოდინებოდა და მეტი არაფერი დედაჩემ ერთ-ერთი წერილი ნახა, როდესაც მოიწერა ბებიამ თავის დედას მოწერა წერილი და იქ ამბობს რომ ჩემი არ მგონია უბრალოდ. ანუ ესეთი წერილი, მეც ვნახე მე ეს წერილი, მაგრამ ნუ ეგეც არაფერს არ ნიშნავს, შეიძლება შენი არ გონია, იმიტომ რომ სხვანაირია ვიზუალურად, ხო? იმიტომ ცისფერთვალება ქერები ყავს პირველი ორი თოჯინები. თვითონ მითხრა რომ ბავშვობაში ვიწვალეთო ბევრი და ბავშვებმა ამომაცალეს. ალბათ დიდი იყო უკვე რახანს ახსოვს, როდის ამოუხეს, ალბათ ესე 7-8 წლის იქნებოდა უკვე. ხო რა პირველად ხო, ნუ აი არ ვიცი, ეგეთი რაღაცები. ამიტომ ხო გესმის რომ ვინაიდან არის რაღაცა მომენტები და შესაძლებელია დღეს ეს ყველაფერი ძალიან მარტივად გადამოწმდეს, რატო არ უნდა გადამოწმდეს? ხო, მაგრამ აი ნახეთ ახლა რა ფაქტის წინაშე შევდგებით, დედას თუ არ უნდა და თუ მისთვის სიმე იქნება. იმიტომ რომ აი არ ვიცი, სიცოცხლეზე მეტად უყვარს ის ოჯახი და თავის დიშვილი ყავს საოცრად ახლოს და გავზალიან ეს დიშვილი დედაჩემს და აი მართლა ისეთი კავშირი აქვს რომ ალბათ არც უნდა იცოდეს რომც იყოს სხვანა. ხო და რა შვებით? მე მინდა ვიცოდე. ხო არ ეტყვი? არ ვიცი. რატომ ხაც შეიძლება მგონია რომ არც არაფერი არ იქნება, მაგრამ შვიდათ ვიქნები მე რომ გავიგებ ამას. ხო აი ცოტა ისეთი აი მე არ მეშინი არანაირი სიმართლის მე ეს მომენტი ვაქვს ძალიან დიდი მიმღები ხდა არ ვეტყვი უბრალოდ. არა რა თქმა უნდა რატო უნდა დავსტრესო და ძალიან ისეთია
ყოველთვის იცი ბავშვობიდან აქვს ის მომენტი, რომ სულ ალბათ რაღაცა ტრავმები მაინც აქვს გავლილი, იმიტომ რომ ეს მომენტები მარტო ვერ რჩება სახლში. აი აქვს რაღაცა, რასაც ვერ ხსნის რატო? და ამიტომაც არ მინდა რომ ავაფორი აქვს არანაირად. მე მაქვს ეს მიმღებლობა ძალიან დიდი, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ხა, როდესაც ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ და მე ხო სულ მაინტერესებს ეს ძალიან ფსიქოლოგია მაინტერესებს ამ ბოლო დროს და სულ სწავლობ ამ მიმართულებით და იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ იცოდე მართლა ვისგან მოდიხარ რა შთამომავლობით შეიძლება ეს იყოს ტრავმები, ენერგეტიკული რაღაცა ბლოკები და ყველაფერი მინდა ვიცოდე, რის გაგებად შეიძლება. ეს გენეტიკური ტესტი რომ გაიკეთეთ, იქ წარმომავლობას არ აჩვენებს ის? არა. იქ იყო რაღაცა ძალიან არაკონკრეტული მიმართულება. მხოლოდ აიცი როგორ დონეზე იყო, რომ აი რამდენი პროცენტი აქვს ვთქვათ ნეანდერტალელის და აი ესეთი ძალიან ისეთი იყო რასების მიხედვით იყო და არა ევროპული რასა იყო იქ წარმოდგენილი, ვთქვათ 30%-ით და ეს არაფერს კონკრეტულს არ ნიშნავს. ამიტომ მე გადმოგცემთ გენეტიკურ ტესტს. ანცესტრის, რა თქმა უნდა. აუცილებლად. აქ ისე შეგვიძლია, ხო, რომ შევიძინოთ. რა თქმა უნდა, ნახეთ, ეს გენეტიკური ტესტი ჩვენ ამას ამერიკიდან ვიწერთ. ძალიან მარტივი გასაკეთებელია, კეთდება სახლში, დილით უზმოზე, უბრალოდ ნერწყვით უნდა ავსუქოთ და გავაგზავნოთ ამერიკის ლაბორატორიაში. მონაცემი, ჩვენი მონაცემი მსოფლიო ბაზაში შედის და ინახება 500 წლის განმავლობაში და ნებისმიერ დროს, როდესაც არ უნდა გაიკეთოს ნათესავმა, ნებისმიერ სახის ნათესავმათან ავტომატურად ხდება დაკავშირება. თან აჩვენებს წარმომავლობას. აი ძალიან საინტერესო. ისედაც მაინტერესებს ჩემი წარმომავლობა. თავისთავად. ზოგმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის ხოლმე, თქვა დარწმუნებული შეიძლება არავითარში არ იყო იმის მერე რაც მე მოსმენილი მაქვს, მაგრამ ძალიან კარგად იციან ხოლმე, აი თქვა საგვარეულო მიხვალ და გაჩვენებენ ამ მე ესე არ ვიცი ნამდვილად. რატო? გადმოცემით ვიცი მამისგან, დედისგან, მაგრამ აი ისე რომ სიღრმისეულად რაღაც ხექონდეს გენეალოგიური ეგრე არ გვაქვს. ხო, ამიტომ საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. ძალიან. გარდა ამისა შეიძლება დაიხმაროთ, რაღაც მოკლედ ძალიან ისეთი პერიოდები. შეიძლება დაიხმაროთ აი გაშულებული ბავშვი თქვათ თუ ეძებს ბიოლოგიურ ოჯახს, რომელიც აი რაღაცა კავშირში შეიძლება რომ თქვენთან იყოს, შეიძლება მის დახმარება და ეს ასევე შეიძლება ახალი ნათესავები აღმოაჩინო. თავისთავად. და ძალიან კარგია. არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. როგორია ამ გაურკვევლობასთან ერთად ცხოვრება? იცი რა, აი მე გეტყვი ერთ უცნაურ რაღაცას რა. არ ვიცი, საიდან მოდის ეს? აი, იცი როგორ უსტრესოდ გამზარდეს მშობლება, რომ მე არ მახსოვს, რომ დედაჩემს ჩემთვის ან გადაბრუნებული სიტყვა ეთქვას, ან დავესაჯე, ან უხეშად მოემართოს. აი ძალიან მზრუნველი იყო და კეთილი იყო და არასოდეს არაფერი არ გაუკეთებია, რის გამოც მე დავისტრესებოდი, არაფერი. მაგრამ პათოლოგიურად მეშინოდა მიტოვების. იმედენად მეშინოდა, რომ თან დედაზე, მამაზე არა. დედაზე და აი სულ მეშინოდა, რომ დედა მიმატოვებდა და სკოლაშიც რომ მივდიოდი, ხომ დედა დამტოვებდა, ხომ მე მაკითხავდა. აი მთელი გაკვეთილები იმაზე ნერვიულობდი, რომ არ მომაკითხოს დედამ რამე შველება. თქო, სადმე რომ ყოფილვართ აი დღესასწაულს და იქ ბავშვებს რო გაგიშვებენ ცალკე, მშობლები ცალკე რო გელოდებიან, სულ მეშინოდა, რომ დედა არ დავკარგო. აი ყოველთვის მქონდა ეს მომენტი, რომ აი ძალიან მეშინოდა დედის დაკარგვას. არ ვიცი, მართლა არ ვიცი, საიდან მოყვდა ეს, საიდან გამომყვა ეს. ერთადერთი შეიძლება რომ მამა ამბობდა, რომ დედა იყო უარყოფით რეზუსიანი, როგორც მე. და ნუ ყოველი მომდევნო შვილი არის ძალიან დიდი რისკი თუ არ დაემთხვა რეზუსები და ნუ პრობლემა არის საერთოდ ბავშვის ჯანმრთელი ბავშვის მომდევნო მშობიარობაზე რისკი ყოველთვის მატულობს. შეიძლება იყოს დადებით რეზუსიანი და ნუ ეტყობა მე 7 წელია სხვაობა და მოკლედ ძალიან ეშინოდა დედაჩემს ჩემი გაჩენა და ეთყობა ქონდა რაღაცა ეს შიშები და მშობიარობის ანეშინოდა და ნუ მამაჩემმა თურმე გადაწყვიტა რომ ეს ბავშვი აუცილებლად უნდა დაიბადოს და სულ მაგას მეუბნოდა. ხო, თითქოს იმის გამო გეუბნებიან რომ ძალიან უყვარხარ და ამით რომ გამოხატოს რომ აი მე ისე მიყვარხარ რომ დედასაც კი არ უყვარხარ ესე და მამას მართლა განსაკუთრებულად უყვარდი და სულ ის მაძინებდა, სულ ის მატარებდა ყველგან და ნუ მამიკოს გოგო ვიყავი და ეთყობა აი ამას რომ მეუბნებოდა ხოლმე რომ დედას არ უნდოდა და მე მინდოდა და ეს მომენტი შეიძლება ჩამორჩა, შეიძლება რაღაცა თანდაყოლილი შიში არის. მაგას
აი ვცდილობთ სულ რომ თერაპიაშიც ვიყავი 3 წელი ამის გამო რომ მეპოვა მიზეზი და იმის გარდა ვერაფერი ვერ ვიპოვე რომ დედაჩემ ხა სტუდენტი იყო თან და რაღაც 1-3 დღით ბებიასთან დამტოვა სახლში ხა ეგ არ უნდა მომხდარიყო ისეთი ტრავმირება ამითი რომ ხო ასე რომ აი ეგ შიში მქონდა ძალიან და მე რაც პერიოდი გადის ხო უკვე ძალიან ბევრ რამეში უკვე ეს გიშლის ხელს. პირად ურთიერთობებში თუ აისახა. ყველაფერში, ხო, აი მაგას ვამბობ, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში თუ ამას თუ არ დაალაგებ, ტრავმას, რომელიც მოყვება ბავშვობიდან, თან მით უმეტეს დედასთან მიმართ, იმიტომ რომ ნუ არანორმალურად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თურმე ეს აღიარება დედის მხრიდან. არ ვიცი რატო ყოფილა ესე და ამის გამო თურმე რაც კი ცხოვრებაში მე პრობლემები მქონდა პირად ცხოვრებაში, იგივე ჩემ შვილებთან არის სწორედ ძალიან ბევრი საქციელი მქონდა და მე უკვე რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც ეს გავიარე, მივხვდი სხვანაირად, რომ ყოველთვის იყო ეს მთავარი მიზეზი იმისა, რომ მე აი ამ შეცდომებს უშვებდი. შიში? მიტოვების შიში, კი. ხო, მაგრამ რეალურად მიზეზი და ხო არ ყოფილა. არასოდეს, არაფერი მსგავსი საერთოდ. არა, აი, ხო შეიძლება ეთქვა კი ერთხელ მაინც, რომ აი რაღაცა, არ ყოფილა ეგეთი არასოდეს. მაგას ვიცი რომ იმისთვის რომ ბავშვმა რაღაცა ტრავმა მიიღოს, აუცილებელი არ არის ეს მოხდეს მის ცხოვრებაში. საიდან აიღებს ეს ბავშვი ტრავმას, ვერ გაიგებ. აი, მართლა ერთხელ არ მახსოვს რომ დედაჩემს ან ეყვიროს, ან უხეშად სიტყვა, თავის თავს არ აკადრებდა ამას. იცი როგორია? აი აბსოლუტურად რაღაცნაირი აი ესე ძალიან არისტოკრატული არის, გაპრანჭული, მოწესრიგებული, ყველაფერი გადაყოლილი იყო და აი არა. მას თუ აქ მსგავსი შიშები თუ ქონდა? კი, ზუსტად. კი, ზუსტად. ის რითი ხსნიდა? აი ვერ ხსნიდა, იმიტომ რომ მას არც ქონია ეს ფსიქოთერაპია და მისგან გადმომყვა ალბათ მეც შიში, იმიტომ რომ მას კი ეს შიში სუქონდა. დღემდე მარტო ვერ რჩება სახლში. არა, ეს სახლში მარტო დარჩენის ხო, მაგრამ აი დედის მიტოვების შიში თუ ქონდა. მას საერთოდ მიტოვების შიში ქონდა. ზოგად. კი. და მარტოობის ეშინია ის, რომ აი ვერ ძლებს სახლშიც რო არის მარტო, აუცილებლად ტელეფონზე ვიღაცას უნდა დაურეკოს და ელაპარაკოს. ვერ ჩერდება მარტო. ბავშვობიდან ესე იყო? კი. ბავშვობიდან ესე. და მას არ უსაუბრია ამ მშობლებთან ამ საკითხზე? ან არ უთქვამს აი მიზეზი მქონია ოდეს? არა. სამწუხაროდ მათ არ ქონდათ ესეთი ახლო ურთიერთობა, ბებიასთან ქონდა ყველაზე ახლო ურთიერთობა. ამას აბრალებენ რომ დრო იყო მასეთი და რაღაც ესეთი ურთიერთობა დღეს რო აქვს დედა შვილთან, რაღაც მაშინ არც იყო ეს ნორმა, იმიტომ რომ რაღაც ადილზე ვიკრიფებოდით, ერთად იქ ვსაუბრობდით, აი ცალკე ეს შვილთან ურთიერთობა ესე არ იყო მიღებულიო თვითონაც. მსგავსი ფიქრები და შიშები დეიდებს თუ ქონ? არა. რა უცნაურია. არ ქონიათ ნამდვილად და რა ვიცი, ესეთი უცნაური. ეთყობა რაღაც ქვეცნობიერი. მეც ესე მგონია, რომ ეს ქვეცნობიერი არის და მე ხო, იმიტომ რომ რაციონალური მიზეზი, აი ყველა რეგრესულშიც, აი ყველაფერი ვცადე. ეხლა იქ არ გადავსულ ვარ რაღაც ძალიან ღრმა შრეებში, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც ამოტივტივდა. აი თუნდაც ის ამოტივტივდა, რომ წლის და 8 თვის ასაკში ბებიასთან დამტოვა 3 დღე. ანუ ეგეც კი ამოტივტივდა და ნუ ყველა ვარიანტში ამოტივტივდებოდა, რამე სხვა რა ყოფილიყო. ეს რომელი სეანსის დროს რეგრესული ხო? მე სამწუხაროდ ვერ ხო. ვერა. ხო, ზოგჯერ არ უშვებს. ძალიან თუ არის ტრავმირებული ფსიქიკა არ უშვებს ყოველთვის. მე როდესაც მქონდა ეს რეგრესული სეანსი, თან ორჯერ მქონდა და ორჯერვე რაც ვნახე, მე მკითხე რომ ანუ რასაც ახლა მე ვხედავ, ეს ის არის, რაც მე მინდა რომ ვნახო, თუ ის არის, რაც მართლა მოხდა. ძალიან ეწყინა რომ ისეთ კითხვა რატო დამისვიო რა, მაგრამ როდესაც მე უკვე ვიპოვე მშობლები, აბსოლუტურად არაფერი არ დაემთხვა.
არა, საერთოდ არაფერი არ დაემთხვა, ხო, იმიტომ რომ ნუ აი შეძენილი მოგონებები იყო. არ ვიცი. ანუ მოგონებაც ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ მე ანუ რეგრესული სეანსის დროს ვნახე როგორ ვიბადებოდი, მისმოდა თითქოს აი ბაბუის ხმა, ანუ ვნახე გინეკო, ანუ ჩვეულებრივად აი სიტუაცია ვნახე ბიოლოგიური მამა, იქ რაღაც სახელები, წარწერები, რაღაცები, ანუ ეს არაფერი საერთოდ. რა საინტერესო. ხო და იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ აი ეს რაც ვნახე ამ სეანსის დროს ესე უნდა ყოფილიყო, რომ მაგ კუთხით ერთი პერიოდი დავიწყე ძებნა ბიოლოგიური ოჯახის, იმიტომ რომ იქ ვნახე, რომ ანუ შევდივარ და წერია საჩხერი, ანუ რომ შევდივარ საჩხერეში. ამ დროს არანაირი კავშირი არ აქვს არც ერთ ჩემ მშობელს საჩხერეს, ანუ ძალიან ისეთ ბევრი დეტალი ვნახე, მე ხამე ну დღემდე ესე მაქვს, ანუ ხამე მესმის კაცის ხმა, ანუ თამუნას მეძახის და მაგაზე მეღვიძება რა. და აი ამ სეანს მაგის სამოხსნას ვცდილობდი, რომ ანუ რა ხდება რა, ანუ ვინ კივის. ოღონდ აი რომ კივილი სასოწარკვეთილი ხმა რო გესმის და აი ამ სეანსის დროს ვცდილობთ რომ ეს გვენახა და ნუ იქ დავინახე რომ ჩემზე იყო რსულად ბიოლოგიური მშობელი და მამამისი უყვიროდა. და აი ეს მამის კივილი, მაგრამ მე გავიგეთ რომ ანუ ამ კაცმა საერთოდ არ იცოდა ჩემი არსებობა. ანუ ისე მოკვდა ბაბუაშიმი რომ საერთოდ არ იცოდა ჩემი გამჩენი ორსულად იყო. ამიტომაც აი ძალიან არ დაემთხვა და მე რაღაც აი ეს პერიოდი ავირიე ძალიან. ძალიან რთულია მართლა და რაღაც საყრდენი რო გამოგეცლება და ისედაც დასაყრდენი რო არ გაქვს და ურთულესი ამ ყველაფრით არ ვიცი მართლა რა გზა გაქვს გავლილი რომ ვუყურებ აი მე რომ ვუყურე იმ გადაცემას ხო როგორ ვტიროდი მე რომ ახსენდება იმიტომ რომ ეს ხო მე აი მართლა არ ვიცი მე მინდა გამოვხატვა ეს ჩემი უდიდესი პატივისცემა აი BBC-ზეც ვუყურე და ესეთი ამაყი ვიყავი ეს ფილმი რომ ვნახე და აი არ ვიცი რამ ხელა შრომა და რამდენი ადამიანის ცხოვრება შეცვალე ამ გზით აი მართლა მისიით მოსული ხარ ამ ქვეყნად რა ზუსტად იმიტომაც მოხდა ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში რომ აი ყველაფერი ესე შემოტრიალებულიყო ხო მაგრამ ნახეთ რა ხდება რასაც ვეძებთ სიმართლეს ზოგჯერ ბევრად უფრო მწარე და მტკივნეული გვხდება მზად ხართ ყველაფრისთვის იმის მზადაც ვარ რომ აი ხო ფიქრობ რომ რა შეიძლება ყველაზე ცუდი მოხდეს რომ თქვა ჩემი წინაპარი იყოს ნაცისტი რომელიც იყო დამნაშავე ჰოლოკოსტში აი მაგალითად ხო აი მაგისთვისაც ვარ მზად კი უნდა ვიცოდე თუ მყავდა ეგეთი წინაპარი ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ არ ემტრო ძალიან მიყვარდა ის ოჯახი ის ბაბუა ბებია და რატო უნდა იყოს ხო მაგრამ თუ არის ვიცოდე ჯობია რომ ვიცოდე რა სიმძიმე მოყვება. კარმულად ხო თავისთავად. მისჩევნია რომ ჩემზე გაჩერდეს და ჩემ შვილებს ეს აღარ გადავიდეს. ბავშვები რას ამბობენ? არიციან ესე ძალიან არავისთან ამ თემაზე დიდად არ მილაპარაკია, იცი? არ ვიცი, არანაირ არაფერი ხელმოსაჭედი რო არ გაქვს. უბრალოდ აი ეს ისე მოხდა ზუსტად აი ჩვენი პოდკასტით აი როგორ დაემთხვა რომ შენ მოხვედი ჩვენთან სტუმრად და აი მარტო მაგიტომ ამოტივტივდა ეს ყველაფერი. თორე ისე ალბათ არც არასდროს გავაკეთებდი ამას. იმიტომ რომ ის კაციც რომ ნასაში არის და მივწერე და არ მიპასუხა, არც არაფერი. გაივლი და ჩვეულებრივად გავაგრძელებდი ცხოვრებას, მაგრამ ჯობია იცოდე, ხო, რა მოყვება ამ ყველაფერს უკან რა არის. ხო, მაგრამ ყველასთვის არ არის ეს მარტივი მისაღები და გადასალახი. ხო, რა თქმა უნდა. უჭირთ, ხო, იმიტომ რომ მე არ მიჭირს, მე რაღაცნაირი აი ესეთი ვარ, რომ არ მიჭირს. არ არის პრობლემა. რაღაცნაირად გავუმკლავდები ამას. იმიტომ რომ რაღაც მე ის უფრო მიჭირს, მე რაც დავაშავე იმაზე უფრო ნერვიულობ ხოლმე. ხა წინაპარმა თუ დააშავა რაღაცა და გავიგებ ამას, ნუ ის მაინც მეცოდინება როგორ უნდა მოვიქცე და ხო. რომ გამოსწორდეს. კი. ნინა, დედას არ ქონია მცდელობა, რომ ან საბუთები არასოდეს. ანუ თავად გრძნობს და შიში აქვს. ზოგადად შიშები აქვს. იმისი რომ შეიძლება რაღაც ხო, რა თქმა უნდა, ისედაც ხო, ნუ ალბათ ძალიან რთულია მაგაზე ფიქრი.
და ყველას აქვს ეს მომენტი, რომ გინდა რომ ვიღაცის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. ხა ბავშვი არანაირად არ არის დამნაშავე ხოლმე, როგორც მე ვუყურებ, რომ აი ხო ტრამვა ეს თორე რა ბრალია თოთო ბავშვის ახლა ის თუ ან გააშვილეს, ან მიატოვეს, ან იძულებულები იყვნენ. გარემოება ხო არ იცი იმ მდგომარეობაში რა ხდებოდა, ხო? ეს არასოდეს არ არის ბავშვის ბრალი, არასოდეს. მაგრამ ხო მოყვებათ ეს მაინც, რომ აი რატო და ტრამვა ძალიან დიდი. მე არ ხო აი მე მომყვა ძალიან დიდი, აი საიდან ხო ეს შიში იმისა რომ მიგატოვებს დედა, აი რატო ხო საიდან. და მთელი ცხოვრება სულ მეშინოდა აი ამ უარყოფის და არც აი ძალიან ხშირ შემთხვევაში არც გადავდიოდი, რა ბიჭსაც არ ვდგავდი, იმიტომ რომ იქ თუ შეიძლებოდა რაღაცა არ გამოსულიყო, იქ არ შევიდოდი. აი ეს მომენტი მქონდა. უარის თქმიში. თუმცა ახლა ვიმუშავე ჩემ თავზე და რაღაცნაირად აგერ ძალიან თამამად შემიძლია ვიღაცას რაღაცა ვკითხო და არა, ძალიან ჩვეულებრივად ვიღებ ახლა უარს ყველაფერზე. მაგაზე ძალიან ბევრი ვიმუშავე. ძალიან. დიდი ხანი დაჭირდა? კი. ფსიქოლოგის დახმარებით, ფსიქოლოგის ტექნიკები, დამოუკიდებლად, ძალიან ბევრი მიმართულებით ვიმუშავე საკუთარ თავზე და კი, ძალიან დიდი დრო დამჭირდა, იმიტომ რომ მე დედაზე ცრემლები მომდიოდა ხოლმე. აი რაღაც არანორმალური დამოკიდებულება მქონდა. და ეს ჩვეულებრივი არ იყო ის, რაც მე მქონდა დედაზე. ჯერ ხო არანორმალურად მიყვარდა, აი სამყაროზე ყველაზე მეტად და მე რაღაც მომენტში რაღაცნაირი გადავიდა ცოტა, აი უკვე რომ მეც დედა გავხდი და უკვე რაღაც რაღაც გავაცნობიერე რაღაცები, მე მქონდა არ ვიცი რაღაცა ისიც ქვეცნობიერში და არა ახსნის დონეზე, რაღაც სიბრაზე მქონდა, რაღაცებზე ვბრაზდებოდი, რაღაცები არ მესმოდა, კი დედაზე, ოღონდ კი არ ვბრაზდებოდი, ეს ჩხუბი და ვლაპარაკობდით, არა, აი ფიქრში ხო, აი რაღაცას გზნობდი ხოლმე, რომ აი აქ რაღაც მაწვება და ამას სიტყვასთან ვერ უტყდები. ჯერ ის რომ ძალიან რთულია მაგის თქმა, ხო, რომ რაღაც მომენტში რაღაცებში ვერ მემთხვევით, რაღაცები ეს ახლა შეულებრივი მომენტია, ხო, მაგრამ ჩემთვის ეს რთული იყო ძალიან. ეხლა რომ ყოფილიყო, ვთქვათ, 1 წლის წინ ან 2 წლის წინ მე ამ თემაზე ვიმუშავებდი, ეხლა მოვკვდებოდი აქ ტირელით. აი მართლაც იმდეს ვიტირებდი, მაგრამ ეხლა აი იმდენად ეს უკვე ყველაფერი დალაგებული მაქვს და გაშვებული მაქვს, რომ არა. ხო. ვისთან ხართ ფსიქოთერაპევტის კოორდინატები? მოგვაწოდეთ მოგეთ. სხვადასხვა ბევრია, სხვადასხვა მიმართულების და ყველას მოგაწდი. მეც დავიწყე მათ შორის ოღონდ ფსიქოლოგი არ ვარ, მე რაღაც მენტორი ვარ ჯერჯერობით და აი ზუსტად მაგას პოულობ, ვისთან უნდა მიხვიდე მე და რაღაც პირველადი ძალიან საინტერესო ისეთი საუბრები გვაქვს ხოლმე ჩემს ასე ვთქვათ, არ ვიცი რა ქვია მაგას. ადამიანები ვინც რომ გაშვილებულ ბავშვებთან თუ გქონიათ კონტაქტი? რომლებსაც უსაუბრიათ, ეს ან მეგობრები, ან კი, რა თქმა უნდა. კი. რამე საერთო ხას თუ ხედავთ? აი თუ აქვს ყველას ეს მიტოვების ქვეცნობიერი შეგრძნება, ან ამაზე თუ არა. ანუ შეიძლება სხვა პრობლემები გქონდეთ. და აქვთ ხოლმე რა თქმა უნდა პრობლემები, მაგრამ აი მიტოვების შიში არ მინახია, მაგრამ აი სხვა მიმართულებით კი. რამე ერთი საერთო არსებობს ისეთი რაც ქვეცნობიერში ალბათ ყველას ძალიან ინდივიდუალურად აქვს ესეც იმის ეს ხო რაზეა დამოკიდებული ხო პირველ რიგში ჩვენი ფსიქოტიპი არის რამდენიმე რაღაცაზე დამოკიდებული. პირველ რიგში ეს არის გენეტიკა, მე რა გარემოში იზრდები და მე უკვე იმ შენ როგორ აი განწყობა როგორი გაქვს სამყაროსადმი და ძალიან ისეთი არა ეს ყოველთვის ძალიან არ ემთხვევა ვის როგორ ტკივა, ვინ როგორ აღიქვამს, მან თვითონ როგორი ადამიანი ხარ, როგორი ტემპერამენტი გაქვს, აი მაგას იმდენად იშლება ეს ყველაფერი, რომ დამთხვევა თუ მოხდა ამ ყველაფრით, მაშინ დაემთხვევა და თუ დანარჩენი რაღაცები არ ემთხვევა, იმის რეაქციები და ტკივილები სხვა არის. ნინა, ერთი კითხვა მაქვს, აი ოდნავ უკამინდა რომ დავუბრუნდით. დედა არის დაბადებული გერმანიაში. დაბადების მოწმობა გერმანულია აქვს? მე არ მინახავს სიმართლე რომ გითხრა, პასპორტი აქვს, ახლა სადაც უწერია. ხო, მამამ ჩაიყვანა იმ სახლში, სადაც დაიბადა. და აჩვენა სად ცხოვრობდა, სად გაიზარდა და დღემდე ის სახლი არის, არ არის არაფერი მას შეცვლილი.
და ნუ მოკლედ იქ დააბრუნა, იმიტომ რომ დედაჩემს რაღაც ახსენდებოდა ხოლმე, რომ ეს ზოში ჩადრევანი უნდა ყოფილიყო და ეს მოგონება ქონდა ჩარჩენილი. რამდენი წლის იყო რომ ჩამოიყვანეს? ეს იყო 80 და აი 80-იან წლებში წაიყვანა დედაჩემი. არა, როდესაც ჩამოიყვანეს გერმანიიდან. 3 წლის თუ 4 წლის. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ პატარა იყო ჯერ. ისე საინტერესოა ეს საბუთების მოწმობა თუ აქვს გერმანული, თუ არსებობს. ხო უნდა იყოს ეს გერმანული, ხო? დედაჩემის საბუთებში ეგ არ არის, ზუსტად ვიცი. ხო, მაგრამ ხო უნდა იყოს? ესეთ უნდა იყოს, ხო. და დაბადების ადგილიც ხო გერმანია უნდა იყოს? დაბადების ადგილი გერმანია უწერია პასპორტში. მაგრამ აი ეს დაბადების მოწმობა დედაჩემის არ მაქვს ნანახი არასდროს და არც თვითონ არ აქვს საბუთებში, იმიტომ რომ მე ხშირად მიყვარდა ხოლმე მისი სურათების გადაქექვა და ყველაფრის და იქ არ მინახავს. მაგრამ პატარაობის სურათი აქვს ერთი. ხო. სადღაც 6 თვის რო არის თუ 5 თვის აქვს. ნუ ეს იქ ეტყობა ეს ყურსი. ეგრე არ ჩანს, კუთხით არის გადაღებული თეთრ ძალამას. ნაქარგებიან თეთრელზე წევს მუცელზე, როგორც ჩვენთან ხო მუცელზე არ დიდნენ ბავშვებს და თავიც ეგეთი ფორმის აქვს. პირიქით. ხო, ანუ ჩვენთან ხო პირიქით ხსნიდა და გაზდილი არის, აი ეგ არის კიდე ძალიან საინტერესო, ხო? რომ ეხლა თქვა ჩემი შვილები მე მუცელზე გავზარდე და დედაჩემს აქვს ზუსტად ეგეთი ფორმის თავი. ან მუცელზე გაზდილი ბავშვი, იმართება პირველი თვეები ამ თავია როგორ დააწვენა თავის ფორმა ეგრე ვითარდება მერე. თავის ფორმა აქვს ძალამასი. და დედის მშობლები მაგ მეთოდით არა არის დიდი. არ შეიძლება იქ რო იყო, იქ ურჩიეს და იქ ექთანი იყო და აი მაგასაც ანუ საფუძველი არ არის რა მიხვდი რაღაცები ემთხვევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ აი წყალი არ გაუვა, იმიტომ რომ არსებობს შესაძლებლობა სხვა რამაც ყოფილიყო. ანუ იმდენი რაღაცა პატარ-პატარა დეტალია, რომელიც ერთ დიდ კითხვის ნიშანს აჩენს, რომ სადღაც აი უნდა შეიკრას და ეგ მომენტი მაქვს, ჯობია იცოდე, რომ რა არის იმართება. ხო და მე დღეს აღამოს გენეტიკურ ტესტს გადმოგცემთ. ძალიან დიდი და მადლობა. ერთხელ და სამუდამოდ კი და თუ რამე ისეთი პასუხი იქნება, რომ აუცილებლად ამ პოდკასტს გაგრძელება იქნება. ანიქით ანაკეთ. კი, ყველა ვარიანტი. იმიტომ რომ რაღაცეები, ნუ რა ვიცი, მე მაინტერესებს და ხო, დედაჩემ შეიძლება არ ესიამოვნოს რომ გაიგოს ეს ამბავი, მაგრამ ნუ მეც ხომ მაქვს ჩემი უფლებები, ხო? მე მინდა რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც აი ახლა რაღაცა გადაწყვეტის წინაშე დგას, რომ მოძებნოს თუ არ მოძებნოს და ჯერჯერობით ფიქრობს, რაღაცა რჩევა მიცეთ, რომ აი როგორ ცოტა რთულია ხა ამდენი წელი ხალხი მუშაობს იმაზე, რომ ეს მიმღებლობა კონდეს და აი უარის თქმის შეშე არ კონდეს, მაგრამ იქნებ რაღაცა ისეთი რჩევა მიცეთ, რომ გადავაწყვეტინოთ, რომ სიმართლის მიღება ყოველთვის ჯობია, რაც არ უნდა მწარე იყოს. ხო, ნუ პირველ რიგში რაც უნდა გაითავისოს ადამიანმა ეს არის, რომ შენი ბრალი არ არის ეს. ანუ შენ ამის გამო არაფერი არ გაკლდება, ხო? შენ თუ ის გაგიჭირდება რომ მიიღო, რომ ვთქვათ, ვიღაცამ არ მოინდომა შენთან ცხოვრება, ის არც იცოდა შენ როგორ იქნებოდი, ვინ იქნებოდი. ანუ ეს იმის გამო არ მომხდარა, რომ შენ ხარ ცუდი. ეს იმიტომ მოხდა, რომ იმ ადამიანს ჰქონდა რაღაცა ძალიან რთული პერიოდი და ასე მოუწია მოქცეულიყო. მე საერთოდ ზოგადად არ მიყვარს ადამიანის განკითხვა, რაც არ უნდა ჩაიდინოს იმ ადამიანმა, იმიტომ რომ ალბათ იმას იმ მომენტში ჰქონდა თავისი მოტივაცია და მიზეზი, ხო? ჩვენ ხო ყველა ინფორმაცია არ ვიცით ის რა მდგომარეობაში იყო. რახანც ასე გააკეთა, ესე იგი ძალიან ბევრი პირობა იყო ამისი. და შემდეგ უკვე შეიძლება ადამიანმა ან ინან ან პირიქით ძალიან ჩაკეტა ეს რომ უბრალოდ არ უნდა რომ გაიხსენოს რომ ეს გააკეთა, ხო არის ასე არა? იმდანაც ტკივა ამ ადამიანს რომ იქით გახედვაც არ უნდა. და ამის გამო ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ბრალი. და ამას რო ხვდები, მე უკვე ადვილია რომ ჩახედო იმ შირს. აი, ან ბოლოს საკუთარ თავს დაუსვა კითხვა, აი, რატომ მეშინია, რისი მეშინია? მიუღებლობის. ხო, მაგას ვამბობ და მიუღებლობა რა ხდება, რომ შენ არაფერს შუაში არ ხარ. ეგ უნდა მიხვდე, რომ შენი ბრალი არ არის ვინმე თუ არ გიღებს, იმის ბრალია. შენ არაფერს შუაში არ ხარ. შენ სამყარო მიგიღო პირიქით, შეიძლება ძალიან კარგმა ადამიანებმა მიგიღო მერე და უკვე დანარჩენი რაც შენ ცხოვრებაში ხდება, ჯობია იცოდე ეს რო არის და უფრო მარტივად დაალაგდება მერე ყველაფერი.
და ნუ ეგრე მაგალითად ჩემი შვილები მე მყავდა, მე გავზარდე, მაგრამ აქედან ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, იმ პერიოდში ძალიან ბევრი რამე არ ვიცოდი. რაღაც მომენტებში ძალიან ბევრი რამე გამექცა. დღეს ყველას ვთხოვე რომ აპატია ეს ავუხსენი დავუჯექი, არ გეგონოს რომ ეს იყო ან ეს იყო. რაღაც ერთად მოვდივართ იმის, მე აი ძალიან ახლო და აი რაღაც საოცარი ეს ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მაგის შემდეგ უკვე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ჩემ შვილებსაც ჰქონდათ მომენტები, რომ რაღაცაში არ ვიყავი მართალი და ძალიან კარგი რომ მითხრეს ეს და გავიარეთ და ეს ტრავმად არ გაყვებათ მათ და შეიძლება გაყვებათ მათაც დაჭირდებათ თერაპია, აუცილებლად დაჭირდებათ, მაგრამ მე მათ გვერდში ვიქნები ყველანაირად ამას. ბოდიშს ვთხოვ იმდენჯერ, რამდენიც საჭირო იქნება. მე მაქვს ძალიან ხშირად დედებთან საუბარი. აი ძალიან ხშირია ეს, რომ თითქოს დედა ფიქრობს, რომ ყველაფერი გაუკეთა თავის შვილს, ძალიან ბევრი გაუკეთა, აი რაც კი შეიძლება ყველაფერი გაუკეთა და შვილს რო დაველაპარაკები, ხოლმე ის თulis რომ დედამისმა ძალიან ბევრი რამე დააკლო. მიხვდი, აი ეს აი ერთი და იგივე ოჯახში, ხო? დედის პოზიცია და შვილის პოზიცია რადიკალურად განსხვავდება ხოლმე ერთმანეთისგან. იმიტომ რომ შვილს სხვა რაღაც აკლია, დედას გონია სხვა და სხვადასხვა ენებზე საუბრობენ და აი ერთ დიალოგიც იცი რატო ვერ დგება მათ შორის, იმიტომ რომ ძალიან ტკივა ორივე. და აი ეს დიალოგი არის შეუძლებელი ხოლმე ხშირ შემთხვევაში და აი ამის გამო იმდენი ტკივილია და ძალიან ბევრგან არის ეს ტკივილი და პრაქტიკულად ყველგან არის ეს ტკივილი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თუ ადამიანს პირადად იმის გამო რომ ძალიან ტკივა და უჭირს ამაზე ლაპარაკი ერთმანეთთან, უბრალოდ ვერ უძლებენ, მიხვდი? მეც დედაჩემთან მქონდა ეს მომენტი, რაღაცა საუბარს რო ვიწყებდით, შევდიოდით ჩიხში, იმიტომ რომ იმდენად რაღაცა ემოციები გახრჩობს იმ მომენტში და არასწორად მიდიხარ, არალოგიკურად მიდიხარ და მე უკვე სხვა მედიატორი ადამიანი რო ჩდება შენ ცხოვრებაში, ხო, აი მაგალითად ჩემი სახით. მე ვუჯდები და ვუხსნი ამ დედას, რა უნდოდა შენ შვილს, რატოა ის ნაწყენი, რატო ტკივა, რატო დაინახა არასწორი შენი გაკეთებული. ასევე შვილს ვუხსნი, რომ დედა შენს აი ეს მომენტები ქონდა და რა ექნა, როგორ მოქცეულიყო. ანუ აი ამას საუბრა, უჭირთ ერთმანეთთან ამაზე საუბარი, მაგრამ როდესაც შენ უხსნი, მე ესმით ხოლმე და ძალიან კარგი შედეგი არის. ამათი ესე ცალ-ცალკე და მე ერთადაც არ არის საჭირო მათი. მე უკვე უბრალოდ მიმღებლობა არის და ძალიან ბედნიერები არიან ხოლმე მე და ეს არის ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის, როდესაც ადამიანები აი ამას გადალახავენ, ამიტომ მე ვაქვს ეს გავლილი მე თვითონ. მე მაქვს თვითონ გავლილი, იმიტომ რომ აბსოლუტურად არ მესმოდა რაზე ვბრაზდებოდი და მე რო აი ზუსტად აი სეანსის შემდეგ რომ მივედი და როგორც დამარიგა ჩემმა, იქ არ იყო ეს შუამავალი სამწუხაროდ, იმიტომ რომ უცხოეთში იყო ეს ჩემი ფსიქოლოგი და მან უბრალოდ დავალება მომცა, კონკრეტ ბევრი ვიწვალე, იცი, აი სხვადასხვა სპეციალისტი და არ გამომდიოდა თავიდან, არაფრით არ გამომდიოდა. და ნუ აი ერთი ვნახე ბოლოს, რომელმაც შემაძლება ძალიან ძვირი დამიჯდა ეს ერთი სეანსი, მაგრამ ეს იმად ღირდა, იმიტომ რომ ამ ადამიანმა დამილაგა ეს ყველა. რა თქმა უნდა. დეჩი მარტიც ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ხალხი წლობით დადის ფსიქოლოგთან და ვერა შედეგს ვერ აღწევს. და ზუსტად ისე მოვიქეცი, დავუჯექი ყველაფერი და აი როგორი მალამოსავი წავიდა, იცი მე ყველაფერი, აი ყველაფერი დაჯდა, დაალაგდა და გამიარა ამ ყველანაირმა სიფრაზემ და რაღაცა ყველაფერი გაუშვი და ეს ძალიან დიდ რო ატარებ ამას შენში. ეს არის ეს განგრევს ძალიან. დაავადებებს იწვევს. კი, იწვევს და მე შენ შვილებთანაც ძალიან გიშლის ხელს. და ყველა ურთიერთობაში გიშლის. ქმართან გიშლის, ყველასთან გიშლის ხელს. იმიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ ვიცი რამდენად სწორად და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდეს სიმართლე და დაიწყო ამის გამოსწორება, მეც დაგეხმარებით აგერ დაგეხმარებას და ყველაფერი დაალაგდება და მე აი ვერ წარმოიდგენთ რა მარტივი იქნება ცხოვრება. ნინა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძალიან დიდი მადლობა. ეს ისტორიით არ მოვსულ, მაგრამ არა, საოცარი ისტორია, იცი რა, ეს პოდკასტი კითხვის ნიშნით მთავრდება და მეორე სერია იქნება. ასე რომ დაგველოდეთ. მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა. ნინას ისტორიას რამდენიმე კვირაში მე ისევ შემოგთავაზებთ. ბაბუა თუ არა გაფარგოთ. გავიგებთ მეორე სერიაში. მადლობა ყურადღებისთვის.